იაკობ გოგებაშვილმა იცოდა ერთი განსაკუთრებული ენა. თქვენი აზრით რომელი იყო ეგ ენა? ქართული? არა, უფრო მნიშვნელოვანი ენა იცოდა. ახლა შეიძლება გაგიკვირდეთ, ქართულზე მნიშვნელოვანი რაღა არის, მაგრამ რა შეიძლება იყოს? იქ, როდესაც გიდი გაგიძღებათ და მოგითხრობთ იაკობ გოგებაშვილის შესახებ, იტყვის ასეთ რამეს, აბა კარგად დააკვირდით. იაკობ გოგებაშვილმა სკოლებში დასჯის მეთოდი შეცვალა მამაშვილური დარიგებით. იქ როგორ იყო, იცი, დაუშვათ შე რაღაცა დააშავ. აი ესე დააწვენდნენ მერხს და გააშიშლებდნენ და სცემდნენ. და ეგ შეცვალა იმითი, რომ მოვიდოდა და დაგარიგებდა, შვიდად გეტყოდა როგორც მამაშვილს, ესე დაგარიგებდა. და რა ჯობია? შვიდად რო დაგარიგოს თუ შოლტით რო ქცევ. ხო და აი ეგ ჩვენ ერთმანეთის მიმართ აი ესეთი ენა უნდა ვისწავლოთ, სიყვარულის ენა. რაღაცა დაგიშავა? უნდა მიხვიდე და თბილად უნდა უთხრა. შენი თბილი სიტყვა ბევრად შეცვლის ადამიანს, ვიდრე ის რომ შენ აქედან უხეშად უთხრა რაღაც. იმიტომ რომ ადამიანს სინდისი აქვს. ის რო ცუდად მოგექცა, შენ თუ კარგად მოეკეცი, მას სინდისი ეუბნება. შენ როგორღა შეგიძლია ეგრეთ ცუდად მოექცე, ნახე ის როგორ კარგად გექცევა. მაგრამ შენ თუ უხეშად ეკცევი იმას, ვინც შენ ცუდად მოგექცა, მაშინ ეშმაკი მოდის და ეუბნება, ნახე იმან უარესი გაგიკეთა. ადექი და შენც კიდე უფრო მეტად უბოროტე. და იქ არის მტრობა. იქ ეშმაკია შუაში. მაგრამ იქ სადაც ცუდად მოგექცევიან და შენ სიყვარულით მოექცევი, იქ კიდან ეშმაკი მიდის. იმიტომ იქ აღარაფერი ესაქმება, შენ სიკეთეს უკეთე. სადაც სიკეთეა, იქ ეშმაკი აღარ არის. და ის ადამიანიც დაფიქრდება და ისიც სიკეთისკენ მოექცევა. აი ეგ არის სიყვარულის ენა და ეგ ენა ყველას ესმის. შეიძლება ადამიანს ქართულად დაელაპარაკო ოღონ მრისხანებით და ვერ გაგიგოს ვერაფერი. შეიძლება აი უცხოელი ჩამოვიდეს ვიღაცა. შენი ენა არ ესმოდეს ქართული, მაგრამ სიყვარულით რო ეტყვი რაღაცას, აი იმ სიყვარულს გძნობს და იგებს შენ რასეულია. მაშინ იმიტომ რომ ჩვენი გული მის გულს წერილს უგზავნის, ჩუმად ისე უხილავად ეგ არ ჩანს და ეუბნება რომ შენის გიყვარს. თუნდაც შენი სიტყვები ვერ გაიგოს, მაგრამ შეიძლება თუ ადამიანი